ბირელ ქუთის უდაბნო. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ფრანცისკანელმა ბერმა, არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ აქ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. მეცნიერის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც უდაბნოში მე-5 საუკუნის ქართული ტაძრის ნაშთები აღმოჩნდა. ტაძარი საკმაოდ პატარა იყო, როგორც ეს არ იყო ძალიან დიდი ლავრა და დიდი მონასტერი, ესე პატარა ტაძარი იყო, თავისი კარგი მეურნეობით. წარმოიდგინეთ, სადაც ახლა შემოვდივართ, აი აქ არის მე-5 საუკუნის ქართული დამწერლობის ნიმუშებიც კი არის აღმოჩენილი, იმდენად მნიშვნელოვანი ძეგლია ეს ჩვენთვის. აი აქ მოვხვდით უკვე ეზოს მოზაიკას. ამ მოზაიკაზე არის აღმოჩენილი ძველი, რასაც ვამბობთ, ეხლა აი ძველი, უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუშები და ერთ-ერთი არის აი ეს, ხო, რომელიც ითვლება, რომ არის მე-5 საუკუნის. და აქ არის მოხსენიებული ბაკური, რომელიც არის პეტრე იბერის პაპა, როგორც მეცნიერებაშია დამკვიდრებული და შემდეგ ბაკური ხდება ქართლის მეფე. წარწერა არის ესეთი, რომ ძუძუეული მათნი ბაკურდა. გიორმეზით და ნაშობდი მათნი ქრისტე შეიწყალე. ამენ. წარმოიდგინე, უდაბნო არის, სრული უდაბნო. გარშემო არაფერი დასახლებული პუნქტი არ არის. მონასტერს უნდა წყალი. როგორც არ წყავთ, ისე სასმელად, ხო? წვიმის წყალი გროვდება, თან უზარმაზარი ცისტერნებია. ეს ხო იცი რა არის? არა. ეს არის ბაწრით წყლის ამოღების დროს გაცვეთილი. თითქმის ყველა წყალს აცავს რეზერვუარს, აი ეს თან მოყვება ხოლმე იმის თავს. ასწლეულები უნდა იყოს ხარებაში, რომ ეს გაწვდეს. თოკმა, ბაწარმა გაწვიტოს სხვა ასე. წავიკითხოთ კიდე ერთი წარწერა, რომელიც არის აქ აღმოჩენილი, ეს არის უკვე მე-6 საუკუნის წარწერა, ხო? აი ეს არის უკვე მე-6 საუკუნის წარწერა. შეწემინთა ქრისტესაითა და მეოხებითა წმინდისა თეოდორესითა. შეიწყალენ ანტონი, აბაი და იოსიაი. მომსხმელი ამის სეფისაი. სეფისაი მომსხმელი მოზაიკა ვინც დააგო, ხო? ეს არის ესე იგი იოსია, რომელსაც დაუგია აქ მოზაიკა და მისი თხონა არის, ხო, უფალთან. სულ კლდეშია ნაკვეთი, ხედავ? კლდე არის გამოკვეთილი. ეს მთლიანად კლდე არის, აშენებული არის. ქვეშ რა? და კლდეში გამოკვეთილი ასევე სამარხები. აი სარკოფაგები, სამარხები. ეს რა შეიძლება რომ ყოფილიყო? ეს ზეთის საწური. შეიძლება არა, ნამდვილად ზეთის საწური არის. ასევე ზემოთ უკვე საწნახელი და სხვა სამეურნეო ადგილები. სხვათა შორის კორბო რამაც გააოცა, ეგ იყო რომ აქო მარანი მიპოვეთ რომ ამბობდა და მონებრივია ღვინის შესანახად. ხო, ქართველების დამოკიდებულება ღვინოსთან ყველგან ერთნაირი იყო, რომ ყველგან უნდა მოეყვანათ ყურძენი და ყველგან უნდა დაეწურათ ღვინო. აქ არის ასევე აღმოჩენილი კიდევ მესამე წარწერა უკვე, რომელიც პირადად უკავშირდება უკვე როგორც ამბობენ პეტრე იბერს, ხო? იწყება წმინდაო თეოდორე. მარუან და ბურზენ. ბოლომდე აღარ იკითხება და ეს არის აქ, ხო დარჩენილი. როგორც გვეუბნებია, რომ ჯერ კიდევ აქ არის მიწის ქვეშ. ეს არ არის ხო ბოლომდე შესწავლილი? ბოლომდე შესწავლილიც არ არის და ყველაფერი გათხრილი არ არის ბოლომდე. მხოლოდ ეს ტაძრის და შიდა ეზოს ნაწილი არის გათხრილი. წარმოიდგინეთ აქ რომ ახლა სრულფასოვანი არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდეს და გაითხაროს აქაურობა, რამდენი ინფორმაცია შეიძლება ამოვიდეს ბირელ ქუთის უდაბნოში მცხოვრები ქართველი ბერების შესახებ და საერთოდ საქართველოს მე-5 საუკუნის ცხოვრების ირგვლივ. როგორც გითხარით, მოზაიკის ნაწილი, სადაც ქართული დამწერლობა დარჩენილი არის აქ და როდესაც ალბათ გათხრები ჩატარდება, შესაძლოა კიდევ გამოჩნდეს სხვებთან ერთად, მაგრამ იმ ორი დამწერლობის ნიმუში კიდევ რომელიც თქვენთან ერთად ვნახე, გადატანილი არის იერუსალიმში ფრანცისკანელების მუზეუმში. და აი ახლა თქვენთან ერთად მინდა რომ წავიდე და ეს წარწერები ვნახო.
და ისიც ფრანცისკანელების მუზეუმის მშვენება. უზადოდ შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშები. მეხუთე საუკუნეში წმინდა მიწაზე ქართული თემის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი არის პეტრე იბერი. ფილოსოფოსი, სასულიერო მოღვაწე, ქართული სამეფო ოჯახის პრინცი, რომელმაც მეფობას სასულიერო ცხოვრება არჩია. მის სახელთან აქ სამონასტრო ქსელის დაარსებაა დაკავშირებული. ძალიან საინტერესო პერსონაჟი ჩვენთვის პეტრე იბერი. ვინ იყო და როგორ დაახასიათებდით მას და რას წარმოადგენდა ის წმინდა მიწაზე ქართველებისთვის და შესაძლოა არა მხოლოდ ქართველებისთვის. პეტრე იბერის ფიგურა გაცილებით დიდებულია ვიდრე მხოლოდ პალესტინის ქართული თემის ხელმძღვანელობა. ის პალესტინური ბერმონაზნობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ამ ქვეყნის სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი წინამძღვარი და ჩვენ ვიცით როგორც მისი მოწაფეების წრიდან, ისე ირიბი არქეოლოგიური მტკიცებულებებით, რომ პეტრე იბერი არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქართული წრით. მას მიმდევრებში ჰყავდა ასობით სხვადასხვა წარმოშობის ბერი, მათ შორის ქართველებიც. და აი, ჩვენ ახლა სულ ახალი აღმოჩენის ადგილას მივდივართ, რომელიც შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს პეტრე იბერს. ეს არის არქეოლოგი მიხეილ ჩერნი. Shalom Mikhail. Shalom bracha. Nice to meet you. Hello. Nice to meet you too. გათხრების ბოლო დღეს მუშები მეძახიან და მეუბნებიან. მიხაილ, მოზაიკური წარწერაა. და მართლაც იატაკზე ორენოვანი წარწერა გამოჩნდა. ბერძნული და ქართული. როგორც ჩანს, ქართული წარწერა ბერძნულის თარგმანი იყო. წარწერა გვეუბნება უფალო შეიწყალე აბამილეთელი. პროფესორი ლიადი სეგნი, რომელიც ბერძნული ეპიგრაფიკის უძლიერესი სპეციალისტია, მიიჩნევს, რომ ეს წარწერა შესრულებულია მეხუთე საუკუნეში. ეს არის პირველი ქართული წარწერა მეხუთე საუკუნის, რომელიც აღმოჩენილია ძველი იერუსალიმის კედლებს შიგნით, ანუ ქალაქში. ამის საფუძველზე ვარაუდობთ, რომ ეს პეტრე იბერის დაარსებული მონასტერია. რადგან პეტრე იბერმა მამების ლავრა სიონის მთის მიდამოებში ააშენა და ის მთა ჩვენგან ახლა 150 მეტრშია. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, დიდი ალბათობით ეს პეტრეს დაარსებული მონასტერი უნდა იყოს. როდის იწყება აქ ქართული თემის შემოსვლა წმინდა მიწაზე იერუსალიმში? ქართველთა წმინდა მიწაზე ყოფნა სავარაუდოდ ქართლის სამეფოს გაქრისტიანებასთან ერთად იწყება დაახლოებით მე-4 საუკუნეში. როგორც არქეოლოგი გეტყვით, რომ ქართველთა იერუსალიმში ყოფნის უძველესი მტკიცებულებები მე-5 საუკუნით თარიღდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართველები უძველესი პალესტინის მიწებზე იქამდე არ იყვნენ. უბრალოდ მათი ყოფნის და ცხოვრების მტკიცებულებები ბევრი მიზეზის გამო აღარ შემოგვჭა. აქაური ქართველების შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები ისტორიული წყაროებიდან მოდის. ეს ძირითადად საეკლესიო წყაროებია. იმ ბერმონაზნების ცხოვრების აღწერა, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ სამონასტრო აღმშენებლობასთან. ეს აღმშენებლობა დაიწყო ძველ ბიზანტიურ პალესტინაში და ძირითადად კონცენტრირებული იყო იუდეის უდაბნოში იერუსალიმის გარშემო. ნაზარეთის ხარების ეკლესიის ქართული წარწერები იერუსალიმიდან 150 კილომეტრის დაშორებით.
ეს პილიგრიმული ნაკაწრები სავარაუდოდ ყველაზე ძველი ქართული წარწერებია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ მეცნიერებს. აი აშკარად ჩანს აქ სახელი აეტი. არგონავტების მითიდან არსებული სახელი სავარაუდოდ ვიღაც დასავლეთ საქართველოსდან არის და ალბათ ვიღაც მეგრელი კაცი აეტი. ჩამოსული სადღაც მე-4 საუკუნის ბოლოს ან მე-5 საუკუნის დასაწყისში ნაზარეთში. შესაძლოა ეს უფრო ძველი იყოს ვიდრე ბოლნისის სიონი, ესე იგი. ახალი კვლევებით ბოლნისის სიონი სადღაც მე-5 საუკუნის დასაწყისისკენ გადმოიტანეს, თუმცა ეს ნაზარეთის წარწერები თამამად შეიძლება დავათარიღოთ მე-5 საუკუნის დასაწყისით ყველაზე გვიან. შემდეგი წარწერა. ხო, აი აქ ორი წარწერა, ნახეთ, ქვემოთ წერია შეიწყალე იესო ქრისტე და მერე ორი გრაფემა გს მაგვარი ასო წერია. შეიძლება გიორგიც არის მართალი გითხრათ. შემდეგი. პავლე მოციქული შეიძლება. ნახეთ, ეს არის ორი სიტყვის ბოლო 5 გრაფემაა რა, აი ვლ-ე და լ-ით თავდება და სავარაუდოდ ეს უნდა იყოს პავლე მოციქული. ესე იგი, რო შევაჯამოთ ნაზარეთის წარწერები, ეს არის ყველაზე ძველი ქართული წარწერა. სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარწერაა, სავარაუდოდ. როკფელერის არქეოლოგიური მუზეუმი იერუსალიმში. აქ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისთვის უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი ინახება. Tomami Georgievo, მეცალემეთა. Nice to meet you. Hello. ეს არის გაწმენდის შემდეგ, აი ახლა. აჰა, და არასთორე რა წერია ახლა, ეგ არის აქ თავარი. ეს სამარხი არის სამუელ ივერთა, ანუ ქართველთა ეპისკოპოსისა და მონასტრისა, რომელიც მათ შეიძინეს დავითის კოშკთან. აქ არის ლაპარაკი, რომ სამუელი იყო ქართველთა ეპისკოპოსი. მე რასაც უყურებ მე-5 საუკუნეში არის ძალიან ძლიერი თემი ქართველების იერუსალიმში. პეტრე იბერის შედეგი. პეტრე იბერის შედეგი. ისრაელის პარლამენტი. ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ღია ცისქვეშა მუზეუმში ცენტრალურ ადგილზე მოთავსებულია მე-5 საუკუნის უნიკალური ინფორმაციის მატარებელი ქართული წარწერა. ეს არის უმნიშვნელოვანესი წარწერა, რაც კი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი ოდესმე. მე მქონდა ბედნიერება, რომ აი პირველად წამეკითხა ეს წარწერა, ესე იკითხება, ესე სამარხოი იოჰანე ფურტაվել ეპისკოპოსისაი ქართველისაი. და აი აქ სწორედ საინტერესოა იმით, რომ პირველად ხვდებით აი ამ ეთნონიმ ქართველს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, სადაც აი ამ კრიპტაში ერთ-ერთი მთავარ მიცვალებულზე ქართული წარწერაა, ხო? მიანიშნებს, რომ ეს ქართული მონასტერია, იმიტომ რომ ქართულად კითხულობდნენ, ხო? ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ემოციური, იმიტომ რომ სიტყვა ქართველი რამდენიმე 100 წლის შემდეგ ჩნდება ტერმინი ჩვენთან საქართველოში და აი აქ უკვე ქართველი იხსენდება მე-5 საუკუნის ბოლოს. ქრისტიანული მონასტრები, სადაც კიდევ შემორჩენილია ქართული კვალი, ახლა თითქმის ყველას იერუსალიმის მართლმადიდებლური საპატრიარქო ფლობს. მათ შორისაა ჯვრის მონასტერი. ჩვენ საპატრიარქოსაგან ამ ძეგლების გადაღების უფლებას ველოდებით. მე მინდა გკითხოთ, თუ იცით დაახლოებით რამდენი ხელნაწერი არის დაცული დღეს იერუსალიმის საპატრიარქოში. იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დღეს დაცული არის 161 ერთეული ქართულ კოლექციაში, რომელთაგან 2 არის ძველნაბეჭდი წიგნი და ეს ხელნაწერები ყველა იყო ჯვრის მონასტრის წიგნსაცავის კუთვნილება, რომლებიც შემდეგ მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე საპატრიარქოს ბიბლიოთეკის წიგნსაცავში გადმოიტანეს. არის ხელნაწერები, რომლებიც გადაწერილი არის მაგალითად მე-10 საუკუნის 30-იან წლებში, 40-იან წლებში, ანუ მონასტერი რომ შენდებოდა, ჯერ არ იყო დასრულებული, უკვე ხელნაწერებს იწერდნენ მაშინ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც სწორედ ერთადერთი ხელნაწერით არის შემონახული და ჩვენთვის გახდა ცნობილი იერუსალიმური კოლექციიდან.
იერუსალიმში ქართული თემი ყველაზე ძლიერი მე-14 საუკუნეში იყო. ეგვიპტის სულთანმა 1320 წელს გიორგი ბრწყინვალეს გადასცა იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიის გასაღები და წმინდა ჯვრის ნაწილი. ამიერიდან საუკუნეზე მეტი ქართველებს მთელ საქრისტიანოში ყველაზე წმინდა ადგილის დაცვის მისია დაეკისრათ. ჩვენ ვართ ახლა ქრისტეს უკანასკნელ გზაზე. ქრისტე შემოიყვანეს ლომების კარიბჭიდან და წაიყვანეს გოლგოთაზე და გაატარეს ზუსტად ეს გზა. ამას ქვია ვია დოლოროსა. რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის მე-7 გაჩერება, ასე ეძახიან, ანუ მე-7 დაეცა აქ. მაცხოვარი დასისხლიანებული იყო უკვე ნაწამები, შემდეგ წამოაყენეს და წაიყვანეს გოლგოთასაკენ. და აი ისიც ქრისტეს საფლავის ეკლესია. ქრისტიანებისათვის სოფლიოში ყველაზე წმინდა ადგილი. აქ არის ქრისტეს საფლავი. აქ არის გოლგოთა. აქ დღეში დაახლოებით 100,000 ადამიანი მოდის. და აი ამ წმინდა ტაძრის გასაღები დაახლოებით 150 წლის განმავლობაში ეპყრათ ქართველებს. მე ახლა ვეცდები, რომ ჩვენი წინაპრების კვალი ვიპოვო ამ საკრალურ ადგილას. სხვათა შორის, რომელსაც ჩვენ ახლა უყურებთ, ეს არის მე-12 საუკუნეში ჯვაროსნების მიერ გადაკეთებული და დასრულებული ტაძარი. ქართველების კვალი შესასვლელთანვე ჩანს. აი ამ სვეტებზე. ეს არის სხვადასხვა საუკუნეებში ამოკაწრული პილიგრიმების და ასევე იმ ადამიანების, ვინც აქ მსახურობდნენ. პირველი, რაც მე ვნახე, არის აი ეს, ჩემ ფოტოებს შევადარე. აქ არის აი აქ მეორე სვეტზე, არის ორი წარწერა. პირველი წარწერა არის ჯვარო ქრისტესაო და საფლავ ქრისტესაო შეიწყალე ჯვარიძე თომა. მეორე წარწერა არის აი აქ და გვეუბნება ყოფილი იოაკიმ, ვინც ბრძანოს შეეწინოს ღმერთმან. ასევე აი ამ მეორე სვეტზე არის ძალიან საინტერესო წარწერა, აი ეს წარწერა. ეს არის გოლგოთას ჯვარი, ორი სხივით და აქ წერია შოთა. და მაშინე გვიჩნდება რა თქმა უნდა განცდა შოთა რუსთაველთან, რომლის ფრესკაც არის ასევე იერუსალიმში, ოღონდ ჯვრის მონასტერში. ძალიან საინტერესო, მინდა გავჩვენოთ, აი წირთხლზე არის წარწერა მაღლა, ეს არის დაახლოებით 2 მეტრზე, 2 მეტრზე მეტი არის ეს წარწერა და აქ წერია საფლაო ქრისტესაო შეიწყალე სოფრონ. თუ გადავალთ იქით, უკვე მარჯვენა სვეტზე, აქაც არის ერთი წარწერა, უბრალოდ აქ მე მგონი 17 თუ 18 წარწერა ასულ, უბრალოდ მე მინდა რამდენიმე წარწერა ვნახოთ. აი ეს წარწერაც მათე ღმერთმან შეუნდენ გრიგოლს. აი ესე დაგვიტოვეს გზავნილები ჩვენმა წინაპრებმა, რა ვიცი, მე-12, მე-13 საუკუნიდან მე-17 საუკუნემდე. განსაკუთრებით მინდა შევეხო აი ამ მთავარი ჭიშკრის ისტორიას.
1514 წელს აქ ჭიშკარი ჩამოჰკიდა ქართული სასულიერო საძმოს მეთაურმა ბენა ჩოლოყაშვილმა და წერს კი ეცვა შევაბიო ჭიშკარიო. ახლა რატომ შეაბავდა? ხო, იმიტომ რომ მაშინ საქართველოსთან ჩამოსულა ბენა ჩოლოყაშვილმა დაიბრუნა უფლებები აი ამ ტაძარზე. აქ იყო გიორგი მეფის წარწერა. მოდი ახლა შევიდეთ და გავაგრძელოთ ქართული კვალის ძებნა ეკლესიაში. აი ახლა მე ავდივარ გოლგოთაზე. აქ ყველაფერი არის ძალიან ახლოს. და გოლგოთაც გვეკუთვნოდა ჩვენ ქართველებს. აი შეხედეთ. ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ქრისტე მიამსჭვალეს ძელზე. ჩემთვის ძალიან ემოციურია ახლა აქ დგომა და ამის გააზრება. ახლა აქ ყველაფერი რასაც ხედავთ დაფარულია მარმარილოთი, მაგრამ არის ერთი ადგილი დარჩენილი. აი ეს არის გოლგოთის მთის ქვები, კლდე, რომელიც არის ესე შუშაში ჩასული, რომ კარგად დაინახონ მორწმუნეებმა ის მაშინდელი გარემო, ასე რომ ვთქვათ. აი რასაც ახლა ხედავთ კიდე, ეს არის, არ ვიცი, ალბათ ყველაზე მძიმე ადგილი ქრისტიანებისათვის. ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც დაარჭეს ჯვარი და სადაც ქრისტემ გაატარა აქ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები. მართლა ძალიან მძიმე ადგილია, მართლა ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. სხვათა შორის 1808 წლის ხანძრამდე აქ იყო საპატრიარქო ტახტი გოლგოთას სამლოცველოში, სადაც იყო ქართული წარწერა, რომ გოლგოთას სამლოცველო და ქრისტეს საფლავი განაახლა ლევან კახთა მეფემ იოაკიმე ჯვრის მამის დახმარებით. ზოგადად ეს ეკუთვნოდა ქართველებს დიდი ხნის განმავლობაში გოლგოთის სამლოცველო, აქ იწერებოდა სხვადასხვა წიგნები, ითარგმნებოდა სხვადასხვა ლიტერატურა და ერთი ბერიო ყოველთვის 24 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი გოლგოთაზე, რომ ქართველებს არ დაეკარგათ გოლგოთა. მაგრამ მაინც მოხდა ისე, რომ რაღაც პერიოდში დაუკარგეთ აქ უფლებები. და აი ბენა ჩოლოყაშვილი, როგორც თქვით, რომ ჩამოდის იერუსალიმში და ხედავს, რომ დაკარგულია გოლგოთა და ეს აქვს ფრანცისკანელებს. და მაშინ მას მოუწია ძალიან დიდი კონფლიქტი ფრანცისკანელებთან. მას უწერია კიდეც და მე ფრანცისკანელებიც წერენ, რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა საქმე და ბენა ჩოლოყაშვილმა მათი ნივთები პირდაპირ ქუჩაში გადაყარა და დაუკეტა კარები. მოკლედ ესეთი დიდი ამბები უკავშირდება აქაურობასაც. ეხლა მინდა ჩვენ დაბლა ჩავიდეთ და ვნახოთ უკვე ადამის სამლოცველო, რომელიც ასევე ქართველების ხელში იყო. ჩამოვედით ერთი სართულით დაბლა და ეს არის უკვე ადამის სამლოცველო. აქ არის გადმოცემით დასაფლავებული პირველი ადამიანი, ადამი. და ესეც აქაურობაც გვეკუთვნოდა ჩვენ, ქართველებს, მისი გასაღები გვეპყრა ხელში. სხვათა შორის, აი ეს ბზარი კედელისაც არის გამსკდარი გადმოცემის თანახმად, როდესაც ქრისტე გააკრეს ჯვარზე და ეს არის ზუსტად ჩვენს თავზე, აი ეს კედელი გასკდა მაშინ. ეხლა აქედან მინდა გავიდეთ და ვნახოთ უკვე ის ადგილი, სადაც ჯვარცმული ქრისტე გარდაცვალების შემდეგ უკვე გადმოასვენეს და დაასვენეს ქვაზე.
გარდაიცვალა მაცხოვარი ჯვარზე გაკრული და მიიღეს მის ოჯახის წევრებმა მისი გარდამოხსნის უფლება, გადმოასვენეს და დაასვენეს აი ამ ქვაზე. მაშინ არ იყო აქ ქალაქი, ეს იყო ქალაქგარეთ ტერიტორია და აი აქ სასაფლაო იყო ჩვეულებრივი. შეახვიეს ქრისტე აქ სუდარაში და დაკრძალეს აქედან ოცნაბიჯში. და აი ქრისტეს საფლავი, წმინდათა წმინდა ადგილი დედამიწაზე. 1000-ობით და 10000-ობით ადამიანი მოდის ყოველდღიურად ამის სანახავად და მასთან შესახებად. და წარმოიდგინეთ, 100 წლეულების განმავლობაში ქართველებს აი ამ ეკლესიის გასაღებიც ხელთებყრათ. სადაც ახლა მე ვიმყოფები, ეს ითვლება სამყაროს ცენტრად და აი ეს სიმბოლოც არის ამის ნიშანი. არ ვიცი, კიდევ რა მაგალითი უნდა არსებობდეს იმის დასტურად, თუ რაოდენ დიდი წინაპრები ყავდა. მათ ხომ სოფლიოში ყველაზე დიდი სიწმინდის დაცვის მისია ჰქონდათ. მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ ქართულმა გავლენამ წმინდა მიწაზე ნელ-ნელა დაიწყო შესუსტება. აი აქ ამ პატარა სივრცეში, ქალაქის შუაგულში იყო სამი ქართული. ამ ძალიან პატარა სივრცეში სამი ქართული, მაგრამ ამის იქით მე არის წმინდა პანტელეიმონი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა დიმიტრი თესალონიკელი, თეკლა, მერე ჩადიხარ აბრაამის მონასტერი და გოლგოთა. აი წარმოიდგინე ამ ქალაქში ამდენი ქართული მონასტერი იყო. აი აქ არის თეკლას მონასტერი, აქედან იწყება. ხო. და ეს არის თეკლას მონასტრის მეორედ გამოყენებული წარწერა. აი ეს რომელიც არის არასწორად ჩასმული. აი ეს. აქედან შედიხარ მონასტერში. აქედან თეკლას მონასტერში, რომელიც ახლა საპატრიარქოს ნაწილი არის. აჰა. ეს არის შესასვლელი ყოფილი იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში. აი აქ ხო? ახლა უკვე სან-სავიორი ფრანცია. აქ არის ამე ქართული დარჩენილი? არის პირველი სართული რეალურად ტაძრის და ჯვრები, რომლებიც ძველი ტაძრის ნანგრევიდან ფრანცისკანელებმა აიღეს და უკვე მე-18 საუკუნეში მოაქციეს ახალაშენებულ კედელში. შეიძლება რომ ნახოთ ეს შეგვიშვება. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ. გველოდება მამა. ჩვენ ახლა სან-სავიორის მონასტერში ვართ, რომელიც 1559 წლის შემდეგ გახდა ჩვენი. მანამდე ფრანცისკანელებს ტაძარი დავითის საფლავთან ჰქონდათ. თუმცა ისინი ოტომანებმა იერუსალიმის აღების შემდეგ ამ ადგილიდან გამოაწევეს. იმ დროს იერუსალიმის კედლების შიგნით ბევრი ქართული მონასტერი იყო. ფრანცისკანელებმა შეარჩიეს ეს და გადაწყვიტეს შეეძინათ ქართველებისგან. ფრანცისკანელების აზრით ეს ქართველებისთვის დიდი დანაკარგი არ იქნებოდა, ხო? ქართველებმა რა თქმა უნდა ადვილად არ დათმეს აქაურობა, რადგან ფრანცისკანელები მართლმადიდებლები არ არიან. არ იყო ადვილი.
მაგრამ ეს დავა გრძელდება 99 წელი, როდესაც ქართველები ძალიან შესუსტდნენ და აქაც უკვე ქართული თემი ვეღარ არის ისეთი ძლიერი. ბოლო პილიგრიმული ჩანაწერებით ფრანცისკანელი ბერები 1560 წელს უკვე ყიდნენ მონასტრის კედლის გარეთ ქუჩაში ქართველების საკუთრებებს. ფრანცისკანელებმა ნაწილობრივ გადააკეთეს საქაურობა ნელ-ნელა და გამოიყენეს ძველი ქვები, რომლებიც აქ დახვდათ. ძალიან ადვილი ამ ქვების ნახვა. სპეციალურადაა გამოკვეთილი. მუქია და ძალიან ლამაზადაა გამოყვანილი. 3 ეგზემპლარია, სადაც ტიპიური ქართული ჯვარი იკითხება, ანუ ქართული კულტურის მახასიათებლებით. ბოლო აი ისაა, 5 ჯვარი სადაც ჩანს. ახლა შევდივართ იმ ძველ ნაწილში მონასტრის, სადაც ქართული მონასტერი იყო, იოანე ღვთისმეტყველის და ტაძარი. ესე იგი წარმოიდგინეთ რა სამყაროში ვართ, რომ აქ არიან ჩვენი ცნაბრები ქართველები, ცვლიან მერე მათ ჯვაროსნები, შემდეგ მოდიან ფრანცისკანელები, რამდენი კულტურა ირეოდა, რამდენი რა თქმა უნდა, ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი იყო. ოღონდ ამ კედლებს ქართველების ბევრი ტკივილი ახსოვთ. იერუსალიმის საპატრიარქომ იმ ძეგლების გადაღებაზე, სადაც ქართული კვალია შემორჩენილი, უარი გვითხრა. მათ შორისაა ჯვრის მონასტერი. ასევე უარი მივიღეთ ხელნაწერებისა და ნივთების გადაღებაზე, რადგან საგანძური და ბიბლიოთეკა ადგილს იცვლის და ნივთების საცავშია ჩატანილი. ქრისტეს საფლავზე და ამ ბერძნულ საპატრიარქოში არის ქართული, ასე ვთქვათ, ქსოვილების უმდიდრესი კოლექცია. და როიცოდეთ ყველაზე ადრეულები სწორედ ეს ქართულებია. მე-16-მე-18 საუკუნეების შორის არის, რამდენი 15 წელია თუ არ ვცდები. უფლის საფლავის საცავში გავიგეთ, რომ არის რაღაცა ერთი ქართული ხელნაწერი, შემკული არის ძალიან დიდრულად ეს ხელნაწერი და მას ახლავს 48 მინიატიურა, 2 სხვადასხვა მხატვრის მიერ დახატული, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული ხელოვნების ისტორიისათვის. განსაკუთრებით ერთი ხატვარი, აი სრულად ახალი და უჩვეულო სტილი არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ხელნაწერის აღმოჩენა. ასევე ძალიან ბევრი ქსოვილი დღეს უკვე აღარ არსებობს, რაც აქ ნანახი მაგალითად ალექსანდრე ცაგარელს აღარ ჩანს ეს ქსოვილები. ჩვენ ვერ მივიღეთ უფლება, რომ გადაგვეღო ის ეკლესია მონასტრები, რომლებიც ოდესღაც ეკუთვნოდათ ქართველებს. ამიტომ ახლა ნახევრად არალეგალურად ვეცდები, რომ შევიდე ამ ეკლესიებში, თუ ღია იქნება, რა თქმა უნდა, თუ არა და გარედან მაინც შევეცადო, რომ ვიპოვო ქართული კვალი. მე ხელთ მაქვს თამილამ გალობლიშვილის სიძველეთა მოძიების ცენტრის მიერ გამოცემული დოკუმენტები, აქ არის ფოტოები და ამის მიხედვით ვეცდები, რომ იერუსალიმში რამდენიმე ეკლესია ვნახო. პირველი ეს არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. პირველი ცნობები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის შესახებ ჩვენ გვაქვს მას შემდეგ რაც სალაჰ-ად-დინი იღებს იერუსალიმს, ეს არის თუ სწორად მახსოვს 1187 წელი და აი ეს მონასტერიც და რამდენიმე 100 წლების განმავლობაში ეს იყო ქართველების საკუთრება. მე როგორც ვიცი, ეხლა კიბეს როგორც კი ამოვალ, მარჯვენა მხარეს უნდა იყოს უკვე ქართული წარწერები და იმედია რომ ვიპოვე. ვიპოვე ქართული წარწერები. აი, ვარძელი, ეს არის
მე-16, მე-17 საუკუნის წარწერა უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, ეს არის ამოკაწრული ადამიანს, რომელიც აქ მოღვაწეობდა, ხო, აი ნახეთ მაღლა დაახლოებით 2 მეტრ ნახევარზე არის. ეს არის საბა ყოფილი სოფრონ. ესაც მე-15, მე-16 საუკუნის წარწერა არის და ითხოვს შენდობას. აი წარმოიდგინეთ, რაღაცა გზავნილები დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა ასწლეულების წინ აი იერუსალიმიდან. აი აქაც არის ერთი წარწერა, აი ნახე შეხედეთ, აქაც არის და დაახლოებით 1000-მდე წარწერა უნდა იყოს ქართული. აი ეს ერთი წარწერა უნდა იყოს წმინდა ნიკოლოზის ბარელიეფის ქვეშ და აი არის ზუსტად ვიფოვე ესეც. ეს არის ქართული წარწერა ვაჟინარსა მათესა მისთა დედმამასა ღვთისავარს შეეწინენ ღმერთმა გვიწერს ეს ვაჟინარი. შემდეგი აი ნახეთ ესეც ნიკომოდოს კანდელაკი. აი ეს არის ნიკომოდოს კანდელაკის წარწერა. ეს ადამიანები აქ მოღვაწეობენ 100 წლეულების განმავლობაში, წეღანაც თქვი, აი მინიმუმ მე-12 საუკუნიდან ვიცით, როგორ გრძელდებოდა აქ ცხოვრება და აი მე-16 საუკუნეში რაღაცა ნაწილი გადაეცა იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს. მე აქვე მაქვს ძალიან საინტერესო წარწერა, რომელიც ეკუთვნის დედოფალ ელენეს, კახთა დედოფალს, რომელიც იყო ნაზარალი ხანის დედა, ანუ ერეკლე პირველის დედა. ის აღიკვეცა მონაზვნად იერუსალიმში და ცხოვრობდა აქ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში და წერს, რომ აი მან გაამშვენა, აქ ჩანს, რომ მან გაამშვენა ეს ტაძარი. ეს არის დაცული საპატრიარქოს ეზოში ახლა, არ ვიცი მოუწევენ თუ არა ამის გადაღების უფლებას. ყოველ შემთხვევაში მე ვეცდები რომ ეხლა ეს გადავიღოთ და მოგიყვეთ ამ წარწერის ძალიან საინტერესო ისტორია. გამოვედი ეხლა საპატრიარქოდან, როგორც მოველოდი უარი მითხრეს შესვლაზე და გადაღებაზე, აი ამ ელენე დედოფლის წარწერაზე, თუმცა რა თქმა უნდა მაინც მოვყვები ახლა ამ ისტორიას. ეს წარწერა აღმოაჩინეს 2002 წელს და აღმოჩენიდან 2 თვეში ნახეთ რა უქნეს თლიანად მოანგრიეს ეს წარწერა. მაშინ ქართველმა მეცნიერებმა ძალიან დიდი ამბავი ატეხეს ამ ვანდალურ ფაქტზე და მერე ბერძნებმა მისცეს იმის უფლება ქართველ მეცნიერებს, რომ აღედგინათ ეს წარწერა რამდენიმე თვეში მოქანდაკე პაატა გიგაურის დახმარებით ისევ დაუბრუნდა ეს წარწერა უკვე თავის ადგილს და ახლა რა თქმა უნდა არის ისევ ეს საპატრიარქოს ეზოში, თუმცა როგორც თქვი ჩვენ ამის გადახების უფლება არ მოგცეს სამწუხაროდ. ეს არის იერუსალიმის პატრიარქის ანგელოზის დღე და საპატრიარქოში მოხვდით ამის წყალობით. და ეხლა სამფეროი ხალხია და იმედი მაქვს რომ ეზოში გავალთ და ვნახავთ იმ წარწერას მაინც ელენე დედოფლის, რომლის ნახვაც გვინდოდა და ვერ შევძელით. მე მგონი გამოგვივა. თავარი ეხლა ბერებმა არ გაგვაჩეროთ. წეს თქ უნდა იყოს ესე ეზო. ბერძენი ხართ? დიახ. უკაცრავად. დიახ. ჩვენ მხოლოდ ეზოს გადაღება გვსურს. მხოლოდ ეზოს. შეუძლებელია. ეს შეუძლებელია. არ გამოვა? არა. საპატრიარქოს ნებართვაა საჭირო, რომელიც თქვენ არ გაქვთ. ძალიან მინდოდა რომ გადავიღო, მაგრამ ცუდად გილზე შეხვდა. არა და იქით ჩანდა მართლა უკვე იმაში გავდიოდით ბაღში. ეხლა არის კარგი მომენტი რომ გავძრე. აი, ესო. რაც უნდა იყოს ეს წარწერა. მიღებ ახლა ჩემი ტელეფონით. არ მივიღე რომ იმენ შემოჩნია. გერ არის. ჰაჰა. იმივიღე. უარი გადაღებაზე, მაგრამ ხან არის მომენტი, რომელთაც შეგიძლია ადამიანმა ისარგებლო ელენე დედოფლის, კახთა დედოფლის წარწერა.
რომელიც გვიყვება. ნუ გაამშვენა ეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი თავისი დიდებულებით, რომელიც ახლა არის საპატრიარქოს ეზო. პალესტინა. ბეთლემის შობის ეკლესია. ქრისტეს დაბადების ადგილას ათასობით პილიგრიმი მოდის ყოველდღიურად. შობის ეკლესიაშიც ქართველებს საკუთარი სამლოცველო გქონდა. გვიან საუკუნეებში უკვე ცნობილი არის მართა მონაზონის წერილი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის მიმართ მე-17 საუკუნის ბოლო არის მე-18 საუკუნის დასაწყისი რომ სისხლმდინარე გოლგოთაზე მდგომი საბრალო მონაზონი მართა გწერთო რომ ასეთი რა გაგიჭირდათო რომ ერთი კაცი ვერ გამოუშვითო თუ კი სასულიერო პირს ვერ იპოვითო საერო მაინც გამოუშვითო და ვთქვათო რომ ვითომ სასულიერო არისო რომ ფრანგები ჩვენ საკურთხეველში ჟამსას წირავენო ჩვენიო არც ერთი მოსართავი არ შეუცვლია ჯერო ეშინია თუ ვაი თუ ქართველები გამოჩნდნეო და როგორც კიო ვინმე გამოჩნდებაო რომ იღუმენი იქნებაო მაშინვე დატოვებენ საკურთხეველს და ჩვენ დაგვიბრუნებენ უკანო. აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარწერა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის, ასევე რომელმაც სამჯერ იმოგზაურა. უფალო შეიწყალე კათალიკოზი მაქსიმე. ეს არის 400 წლის წინანდელი ჩვენი წინაპრის გზავნილი, რომელიც გვეუბნება, რომ აქ იყვნენ ისინი, აქ იყვნენ ქართველები და ალბათ გულისხმობს იმას, რომ უნდა ვიყოთ ისევ აქ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველები წარმოდგენილი ვიყოთ რამენაირად წმინდა მიწაზე. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ჩვენთვის ქართველებისათვის წმინდა მიწაზე ყველაზე საკრალური ადგილი. ჩვენ სამწუხაროდ არ მოგცეს გადაღების უფლება, მაგრამ დღეს აქ იერუსალიმის პატრიარქი მოდის და აქ იქნება ბევრი ხალხი, ამიტომ ვეცდებით რომ ამ ხალხმრავლობით ვისარგებლოთ და შევძლოთ იმის გადაღება, რისი უფლებაც არ გვაქვს. აქ არის დარჩენილი ქართული ფრესკების კვალი და აქ გველოდება შოთა რუსთაველიც, რომელიც უნდა ვნახოთ და ვონძებნო. ხედავთ ახლა რომ ფრესკები არის ძალიან ცოტა აქ შემორჩენილი. მე-18 საუკუნეში ტიმოთე გაბაშვილმა იმოგზაურა წმინდა მიწაზე და მათ შორის რა თქმა უნდა იყო მოსული აქ და მან გადმოხატა რამდენიმე ფრესკა. აი მაგალითად ეს არის ბაგრატ კურაპალატი, რომელიც იყო აქ გამოსახული. ვახტანგ გორგასალი, აი შეხეთს არის ვახტანგ გორგასალი და იყო მირიან მეფის ფრესკა, რომელიც არის ჩვენი პირველი ქრისტიანი მეფე. ეს ყველა ფრესკები იყო აი აქ, თუმცა ძალიან ბევრი არის გადადგურებული და რაც არის შემორჩენილი, ეს ალბათ ღვთისწყალობა არის და სასწაული არის, რომ არსებობს კიდე. ამავე დროს ძალიან საინტერესო ისტორია არის, ხედავთ აქ მოზაიკასთან. აი ეს რგოლი იყო ჩაშენებული. ეს არის ნიკიფორე ჩოლოყაშვილის, რომელიც იყო ჯვრის წინამძღვარი, ანუ ჯვრის მამა
მის მიერ დამზადებული და აქ იყო ქართული წარწერა. ზმანო, დეგით, მტკიცეთ და შეურყევლად და მომიხსენიეთ მე ცოდვილი ჯვარის მამა ნიკოლოზ. ეს იყო მე-16 საუკუნეში აი აქ და სულ ახლახანს დაიკარგა 70-იან წლებში ამოიღეს ეს ლითონის რგოლი. შემდეგ აქ ინახებოდა მუზეუმში და რამდენიმე წლის წინ დაიკარგა აი ეს ძვირფასი არტეფაქტი. ასე რომ ძალიან ცუდ დღეში იყო ჯვრის მონასტერი 100 წლეულების განმავლობაში და დიდად არც ეხლა არ აქვს პრინციპში კარგად მდგომარეობა, რადგან ეს არ არის ქართველების ხელში. ჩვენ სავალი შეცდება ახლა. აი, წავედით მაშინ. მოჭრილი ფრესკები და გადავიღოთ. მოხდა კარი. კარი მოხდა, მაინც. კამერა არ გამორთო. მე-16 საუკუნის მოზაიკა არის, რომელიც პრაქტიკულად განადგურებული იყო 1 წლის უკან. რიანად იერუსალიმში როცა წყდებოდა წყალი, დაარიყო წყალი ჯვრის მონასტერში იყო მხოლოდ წყალი. და წომისადმი ზეთისხილის მოსავალი მოხდა და აქ წურავდნენ. ანუ საწნახელია ზეთისხილის. არა ლეგალური ექსპედიცია გვაქვს მონასტერში ახლა. რაფხელა კომპლექსია, უბრალოდ უზარმაზარი კომპლექსია მართლა რა. სამასი ბერი ცხოვრობდა აქ თავის დროზე და მოღვაწეობდა. სემინარია იყო მთლიანად ხელოვნური. ეს ფრესკები, რომელიც გითხარი, ხო, შოთა რუსთაველის ფრესკის მოპირდაპირე ბოძზე, რომელიც იყო აბსოლუტურად ყველა ფრესკა ქართული არის, რომელიც ასევე მოჭრილი არის, დაზიანებული არის და ის რესტავრაციას ექვემდებარება. ფაქტია, რომ ქართული კვალი, რომელიც ჯვრის მონასტერში ნელ-ნელა სვისი ხელით ნადგურდებოდა. 70-იან წლების მაგალითი არის აქ, რასაც ახლა. ესეც ქართულია, ხო, ეს აბსოლუტურად ყველაფერი ქართული. ესეთი იყო მოჭრილი გასაყიდად? ესენი იყო სავარაუდოდ მოჭრილი და შემონახული აქ დღისთვის უკვე. მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის მაგალითი, რომ პროხორე ქართველის ლუკა იერუსალიმელის ფრესკები ესე მოჭრეს და გაყიდეს. კი ბატონო. რაღაც ძალიან ძიმე ემოცია დამეუფლა ახლა მართლა აქ რო შემოვეთ, იმიტომ რომ ეს იყო ქართველებისთვის, რა ვიცი, ყველაზე დიდი და ყველაზე წმინდა ადგილი, ხო? 100 წლეულების განმავლობაში. რატომ ხდება ეს, რატომ დაკარგეს ქართველებმა იერუსალიმი? ყველა მიცის, რაც მოხდა. საქართველო იყო სუსტი და დაყოფილი. მათ ვერ დაიცვეს თავიანთი სამონასტრო პოზიციები წმინდა მიწაზე. დიდი ზვიგენები კი მუდამ მზად არიან ჩაყლოპონ პატარა თევზი. მოგეხსენებათ, იერუსალიმი ყველა ქრისტიანის სამშობლოა. ამიტომ ყველა ქრისტიანული საზოგადოება ოცნებობს აქ რაიმეს ხონაზე. ჯვრის მონასტერი და სხვა პატარა ეკლესიები ბერძენ ძმებს დროებით გადაეცათ, რათა ფული შეეგროვებინათ. და შემდეგ ვერც ბერძნებს დავდებთ რაიმეში ბრალს. რადგან თუ ისინი ამ ტაძრებს არ დაიკავებდნენ, მათ სხვა დაეპატრონებოდა. მაგალითად, მაჰმადიანური ხელისუფლება ან ვინმე სხვა. ვინ იცის? რას ნიშნავს და რას ნიშნავდა იერუსალიმში ყოფნა? ეს არის მხოლოდ რელიგია და ეს იყო ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან. რას ნიშნავს იყო იერუსალიმში? იერუსალიმი ქრისტიანული სამყაროს გულია. ჩვენი ცივილიზაციის ცენტრი იერუსალიმია. არ აქვს მნიშვნელობა ეწვევით ამ ქალაქს თუ არა. ოდესმე იყავით თუ არა აქ. ან როგორი წარმოგიდგენიათ ის თქვენს ფანტაზიებში. ეს ქალაქი არსებობს. ქართველებს იერუსალიმში ვერასოდეს დაივიწყებენ. ეს შეუძლებელია. ისინი აქ უკვე დიდი ხანია არიან და ძალიან ღრმა კვალი დატოვეს. ასე რომ თუნდაც დღეს ქართულ ეკლესიას წმინდა ქალაქში ქონება და მიწები არ აქვს, ის მაინც აქ არის. ის ხომ აქ თითქმის 1500 წელია არსებობს.